მოგესალმები შემეცნების მაძიებელო. დღეს ჩვენი სიღრმისეული განხილვის მისიაა გავაანალიზოთ ერთი ძალიან კონკრეტული და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რადიკალური აუდიო-ვიდეო მასალა. მას ქვია ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ამ სამყაროს დავტოვებთ. ხო, სახელწოდებაც უკვე საკმაოდ მძიმეა. ნამდვილად. ეს არის ღრმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური დისკურსი სიცოცხლის წარმავლობაზე და თანამედროვე მატერიალიზმზე. ანუ, რას ნიშნავს სინამდვილეში ჭეშმარიტი რწმენა? და სანამ უშუალოდ ამ იდეების ოკეანეში გადავეშვებით, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღვნიშნოთ ჩვენი მსმენელისთვის. ამ წყაროში არის საკმაოდ მკვეთრი მოსაზრებები კონკრეტული ფიგურების შესახებ. კი, ღიად არის საუბარი. დიახ, მაგალითად, პირდაპირ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, ასევე მსჯელობა სხვადასხვა რელიგიური ლიდერების მიდგომებზე. და მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენი მიზანი აქ ნამდვილად არ არის რომელიმე მხარის დაჭერა ან ამ შეხედულებების გაზიარება. აბსოლუტურად, ჩვენ არავის მხარეს არ ვართ. ზუსტად. ჩვენ აქ ვართ უბრალოდ როგორც ობიექტური ანალიტიკოსები. ჩვენი ამოცანაა გავიგოთ, რა დგას ამ რადიკალური იდეების უკან თავდაპირველ წყაროში. ანუ, მოდი პირდაპირ იმ თემით დავიწყოთ, რომელიც თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში ზის, სიკვდილი და ეს უცნობის შიში. წყარო გეუბნება, რომ ჩვენ ვართ ავადმყოფულად მიჯაჭვული ამ ხილულ სამყაროზე. კი, და ამის ასახსნელად ავტორი იყენებს ძალიან ძლიერ სიკვდილმისჯილი პატიმრის მეტაფორას. ეგ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მძიმეა, მაგრამ ზუსტია. დაფიქრდი, ადამიანი, რომელსაც განუკურნებელი სენის ჭირს, წააგავს პატიმარს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენი უკვე დევს მაგიდაზე. უბრალოდ არ ვიცით აღსრულების დრო. ანუ, შეიძლება იყოს 5 წელი, 10 ან 20. ხო, და ეს მოლოდინის რეჟიმი, ეს გაურკვევლობა ადამიანში ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უნარი გაუმკლავდეთ იმას, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. და მერე მოდის ის მეორე მეტაფორაც, ხო? დედის და ბავშვის. კი, ეს კიდევ უფრო კარგად ხსნის შიშის საფუძველს. აი წარმოიდგინეთ ჩვილი, რომელიც დედას ეხუტება. მისთვის ეს მკერდი, ეს სითბო არის ერთადერთი რეალობა. მთელი სამყაროა მისთვის. ზუსტად. და როცა უცხო ადამიანი უახლოვდება, თუნდაც ეს ადამიანი დედის საუკეთესო მეგობარი იყოს და მხოლოდ კარგი უნდოდეს, ბავშვი მაინც ტირის და პანიკაში ვარდება. კი, ბავშვს ეშინია უცხო გარემოსი. წყარო ამას აუტიზმის მსგავს მდგომარეობასაც კი ადარებს, სადაც ნაცნობი გარემოს მიღმა ნებისმიერი სიახლე საფრთხეა. აი, მანდ მინდა შევჩერდეთ. დაფიქრდი, ვინც ახლა გვისმენ. ანუ, გამოდის, რომ ჩვენ ვართ როგორც ბავშვები, რომლებიც უარს ამბობენ საბავშვო ბაღის დამთავრებაზე და სკოლაში გადასვლაზე. და რომ ჩვენი სათამაშოები უკვე დიდი ხანია დაგვიპატარავდა. და როგორც წყარო აღნიშნავს, როცა ბავშვი იზრდება და ინტერესი უჩნდება სხვების მიმართ, ის უკვე თვითონ იშვერებს ხელებს სიხარულით და დედას ბუნებრივად სცილდება. ჩვენც ასე უნდა გავიზარდოთ რწმენაში. ანუ, ლოგიკურად რომ მივყვეთ, რა კი ასე გვეშინია ამ უცნობის სკოლის, ანუ სიკვდილის და შემდგომი ეტაპის, ჩვენ ვიწყებთ ფიზიკური სხეულის გაფეტიშებას. აბსოლუტურად. ვიწყებთ ჯანმრთელობის აბსოლუტურ კულტად ქცევას, რაც მიგვიყვანს დაავადებებისა და მედიცინის სრულიად განსხვავებულ გაგებამდე. კი, და აი აქ იწყება ის ნაწილი, სადაც საუბარი მართლად მწვავდება. წყაროს თანახმად დაავადების პირველ წყარო არის ამ არა ვირუსი, არამედ ცოდვა. დიახ, ავტორი ამბობს, რომ დაცემის შედეგად დაწყებული უჯრედული მუტაციებია დაავადებების რეალური მიზეზი. და მანდ მოყვანილია იესოს მაგალითიც, ხო? აი ლაზარე რო აღადგინა. კი? ის კურნალდა ადამიანებს, მაგრამ ისინი მაინც კვდებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკური სიკვდილი გარდაუვალია. მთავარი წამალი სხეულის შენარჩუნება კი არ არის, არამედ ცოდვის დამარცხებაა. ეგ გასაგებია, მაგრამ მერე წყარომ კაცრად აკრიტიკებს ექიმებისადმი უპირობო ნდობას. ხალხს შეიძლება ეს ძალიან გაუკვირდეს. გაუკვირდებათ ნამდვილად. ტექსტში ნახსენებია, რომ ექიმები, რომლებიც ხშირად ათეისტები არიან, თავადაც იღუპებიან სიმსივნით. და ნაემან სირიელის ისტორიაც არის მანდ მოყვანილი. დიახ, ის წყალმა კი არ განკურნა, არამედ ღმერთვის ნებამ. და აქ ავტორი მიდის ყველაზე რადიკალურ განცხადებამდე. ფარმაკოლოგიის უკან სატანა დგასო. თუ ადამიანს ის ღმერთის შემწვლელად მიაჩნია.
მოიცა, ეს უკვე ძალიან რთულად მოსასმენია თანამედროვე ადამიანისთვის. ანუ, რას ვამბობთ? წამლის დალევა არ შეიძლება? არა, წყარო ამას არ ამბობს. ფსიქოლოგიური სიღრმე უნდა დავინახოთ აქ. ავტორი კი არ ამბობს, რომ წამალი არ უნდა დავლიოთ, ის აკრიტიკებს ჩვენს პერსპექტივას. ანუ იმას თუ ვის მივაწერთ განკურნებას. ზუსტად ეგა, როცა წამალს ვსვამთ და ვრჩებით, სასწაულს ვაწერთ ექიმს და აბს, ანუ ხილულს, და არა უხილავ ძალას, ღმერთს. ეს არის ადამიანის სასოწარ კვეთილი მცდელობა თავად აკონტროლოს სიცოცხლე. გასაგებია. და იმის გამო, რომ ვცდილობთ სიცოცხლე ნებისმიერი ფასით გავახანგრძლივოთ, ჩვენი ყოველდღიურობაც აბსურდული და, ხო იცი, რაღაცნაირად ზედაპირული ხდება. ხდება სრულად მატერიალისტური. ავტორი გვიხატავს საზოგადოების სახეს, რომელიც უბრალოდ გამოდევნულია წუთისოფელს. სოფლოში მუზეუმებზე მეტად რესტორნებია გადაჭედილიო, მანდ ამბობს, ხო? კი, და სვამს კითხვას, თუ ბედნიერება მხოლოდ ჭამას მასშია, მაშინ მისივე სიტყვებით ხორი ყველაზე ბედნიერი ყოფილა. ვაუ, ეგ საკმაოდ მწარე შედარება და მერე გადადის უკვე ტრადიციებზე საახალწლო მილოცვები, თოფების სროლა. და ასტროლოგიით გატაცება. აი მანდ გამეცინა ყვითელი ძაღლის წელიწადი რომ ახსენა. ხალხი სერიოზულად რომ აღნიშნავს ამას, მართლა კომიკურია. კომიკურია და თან ზედაპირული. და ამ მატერიალიზმის მწვერვალად მოყვანილია მდიდრების ილუზია. მილიარდერები, ხო? რომლებიც ფიქრობენ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან. დიახ, მას გონიათ რომ უკვდავები არიან. აქ არის ნახსენები სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მოყვანილია ბადრი პატარკაციშვილის მაგალითიც. რომელმაც 52 წლის ასაკში, მიუხედავად ამ ხელა სიმდიდრისა, ლონდონის საუკეთესო კლინიკებშიც კი ვერ იყიდა სიცოცხლე. ზუსტად. და წყარო ამატებს, იესო რომ დღეს მოვიდეს როგორც უსახლკარო და ღარიბი, ეს ბიზნესმენები მას უბრალოდ გიჟად ჩათვლიან და არ მიიღებენ. და რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, მარტო ურწმუნოებს კი არ აკრიტიკებს, დამახინჯებულ ქრისტიანობაზეც ლაპარაკობს, კონკრეტულად საქართველოში. კი, ავტორი ამბობს, რომ ხალხი დადის ეკლესიაში იმისთვის, რომ ღმერთს გოჭი და საცივი სთხოვოს. მატერიალური კეთილდღეობა და იმუნიტეტი, ხო? სახლები, მუზეუმებივით აქვთ მოჭედილი ხატებით, მაგრამ რეალური რწმენა არ არსებობს. მღვდელთან ურთიერთობაც კი შედარებულია ძველ ქურდულ მენტალიტეტში ნაცნობობის ძიებასთან. თითქოს ღმერთთან ჩაწყობა შეიძლებაოდეს, აი მანდ მინდა ერთი პროვოკაციული კითხვა დავსვა, ვინც გვისმენს იმათთვის. გისმენთ? წყარო ამბობს, რომ ხშირად ურწმუნო ადამიანი უფრო კარგ ნახობს იძლევა, ვიდრე აგრესიული მორწმუნე. ნუ თუ ამ რიტუალების ზედმიწევნით შესრულება უფრო მეტად გვაშორებს მთავარ არსს, ვიდრე საერთოდ არაფრის კეთება. ავტორის ხედვით დიახ, იმიტომ რომ ეს ფალსიფიკაცია. იყენებს კიდეც მეტაფორას სამ საწყაო ფქვილში შერეულ საფუარზე. საფუარი აფუებს და აყალბებს რეალურ რწმენას. და თუ ეს ყველაფერი ყალბია, ეს მატერიალიზმიც, რიტუალებიც, მაშინ რა არის რეალური ალტერნატივა? რას გვთავაზობს წყარო როგორც ჭეშმარიტ გზას? ჭეშმარიტი გზა არის აღქმა იმისა, რომ ჩვენ დროებით მდგომარეობაში ვართ. ავტორი ამბობს, რომ ცხოვერა არის გვირაბი. ანუ დედის ბნელი საშოდან გამოვდივართ ამ წუთისოფლის ილუზორულ სინათლეში? რათა შემდეგ კიდევ უფრო დიდ სინათლეში გავიდეთ. სხეული მხოლოდ მიწის ჭურჭელია, რომელიც უნდა დაიშალოს და მიწად იქცეს. შესაბამისად, დედამიწა რეალურად დიდი სასაფლაოა. სასაფლაოა, სადაც ჩვენ მხოლოდ დროებითი მდგმურები ვართ. და ამიტომ უნდა ვიცხოვროთ სრული მინდობით, როგორც პავლე მოციქული ამბობდა. მე უკვე აღარ ვცხოვრობ, ქრისტე ცხოვრობს შემში. ანუ არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვთქვათ, შვილი რას ისწავლის ან რას მიაღწევს საზოგადოებაში. ზუსტად, შვილი უნდა გვიყვარდეს უბრალოდ, ყოველგვარი ჩინებისა და მოლოდინების გარეშე, გულიდან წამოსული გულწრფელი სიყვარულით და არა მექანიკური სიტყვებით. და აქ შემოდის წყაროს მთავარი გზავნილი. ჩვენი სიცოცხლე ერთი წამია, ერთი წკაპია, აი უბრალოდ წკაპ. დიახ, ეს ძალიან ძლიერი მომენტია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს წკაპი ჩვენს ცნობიერებაში და ვაქციოთ ის საუკუნედ. ანუ ვიცხოვროთ ყოველი დღე და საათი ისე, თითქოს ის ბოლოა. და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პესიმიზმი ან დეპრესია. შეიძლება ასე ჟღერდეს, მაგრამ პირიქით, ეს არის უდიდესი ოპტიმიზმი. როგორ? როცა ხვდები, რომ მხოლოდ დროებით იმდგმური ხარ,
თავისუფლდები ზედმეტი ნერვიულობისგან. იწყებ შენი რეალური შინაგანი სამყაროს შენებას. აბსოლუტურად. მოდი შევაჯამოთ ეს ყველაფერი. წყაროს მიხედვით, ჩვენ ცხოვრობთ ილუზიაში, ვეჭიდებით მატერიალურ ნივთებსა და ზედაპირულ რიტუალებს. კი, შიშის გამო. მაგრამ ნამდვილი თავისუფლება მოდის იმის გააზრებით, რომ ჩვენი სხეულები მხოლოდ დროებითი ჭურჭელია. და ახლა შენ მინდა მოგმართო, რამდენად ხშირად ითხოვ ცხოვრებისგან გოჩს და საციუს, იმის ნაცვლად, რომ ითხოვო შინაგანი განახლება. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ნიშნულოვარ აქვს შენს პირად რელიგიურ მწამს, დროის შეზღუდულობისა და ყოველი წამის ამ წყაპის დაფასების იდეა ყველას გვეხება. და სულ ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთი ღრმა საფიქრალით. ეს პირდაპირ არ თქმულა წყაროში, მაგრამ ეფუძნება მას. თუ კი დედამიწა მხოლოდ სასტუმროა და ჩვენი სხეული მიწისგან შექმნილი ჭურჭელი, როცა ეს ჭურჭელი საბოლოოდ დაიმსხვრევა, რჩება მხოლოდ ის, რაც შიგნით მოაგროვე. ვაუ, კი. დაფიქრდი. დღეს ამ კონკრეტულ წამს რა იდეებით, ემოციებითა თუ ღირებულებებით ავსებ შენს ჭურჭელს. ეს ისეთი რამეებია, რაც მიწასთან ერთად გაქრება. თუ ისეთი თავსებ, რაც ჭურჭლის გარეშეც შეძლებს არსებობას. ძალიან დამაფიქრებელია. დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის და შენ, ვინც გვისმენდი, ვიმედოვნებ ეს ყველაფერი დაგეხმარება შენივე ჭურჭლის შიგთავსის გადაფასებაში. შევხვდებით შემდეგ სიღრმისეულ განხილვაზე. დროებით.